თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც საარჩევნო სპეცუბნების გაუქმებას ითვალისწინებს, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკისაგან ხდება. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ პრობლემა ვერ მოგვარდება, რადგან სამხედროები მაჟორიტარულ არჩევნებში ხმას კვლავ იმ ოლქში მისცემენ, სადაც ისინი რეგისტრირებულები არ არიან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარლამენტს ალტერნატიული საკანონმდებლო ცვლილებებით უკვე მიმართეს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ სამხედროებმა მათი რეგისტრაციის მიღმა არსებულ საარჩევნო ოლქებში მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში უნდა მისცენ ხმა. Ვფიქრობთ, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ხმა უნდა მისცეს მხოლოდ იმ ოლქში დარეგისტრირებულმა ადამიანებმა და ეს იგივე ეხება სამხედრო მოსამსახურეებს. ყველა დანარჩენი, რომელიც არ არის იმ ოლქში დარეგისტრირებული, ან უნდა მან მისცეს საკუთარ ოლქში, ანუ მიეცეთ საშუალება, რომ დატოვონ სამხედრო ნაწილი იმ დღეს და არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა საკუთარი რეგისტრაციის ოლქში, ან უნდა მიიღონ მხოლოდ პროპორციულ სიაში, პროპორციული წესით არჩევნებში მონაწილეობა.